საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კარლო კაციტაძეს მიმართავს და ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელის მიმართ სამართლიანობას მოითხოვს. ორგანიზაციის შეფასებით ამაღლობელის დაკავების გარემოებები მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა და სასამართლო პროცესი მისი დევნის მოტივებზე მკვეთ რეჭვებს აჩენს. ორგანიზაცია ამბობს იმასაც, რომ ქართული მართლმსაჯულება ამაღლობელსა და სხვა დემონსტრანტებს დისკრიმინაციულად ეპყრობა. პოლიციელები კი დაუსჯელობით სარგებლობენ. ორგანიზაციის მიერ კარლო კაციტაძისადმი გაგზავნილი წერილი 14 აპრილითაა დათარიღებული. გწერთ, რათა მოვითხოვოთ სამართალი პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მზია ამაღლობელისთვის და პასუხისმგებლობის დაკისრება იმ პოლიციელებისადმი, რომლებმაც 11-12 იანვარს ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ უკანონო ძალა გამოიყენეს, განსაკუთრებით ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისა და იმ პოლიციელებისადმი, ვისაც კავშირი აქვს დაკავებულების მიმართ წამებასა თუ სხვა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებებთან. შეშფოთებული ვარ, რომ მზია ამაღლობელს შეეფარდა პატიმრობა სასამართლოს ხდომაზე, სადაც მოსამართლემ სწრაფად დააკმაყოფილა მიმალვის, ხელახალი დანაშაულისა და გამოძიებაზე ზემოქმედების ბრალდების მხარის პოზიცია. მზია ამაღლობელს უარი ეთქვა შესაბამის სამედიცინო გამოკვლევასა და მკურნალობაზე იმ დაზიანებების გამო, რომელიც მისი თქმით დაკავების დროს პოლიციელებმა მიაყენეს. მის სასამართლო პროცესზე, რომელიც მალევე გაიმართა მოსამართლემ, არ ცნო დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტი. ჯამში დაახლოებით 50. დაიკითხა მხოლოდ 3 მოწმე და სასამართლომ უარი თქვა იმ პოლიციელების დაკითხვაზე, რომელთა ჩვენებებიც დართულია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.